მოგესალმებით. დღევანდელ ლექციაზე ვისაუბრებთ გადაწყვეტილების თეორიის ერთ-ერთ ფუნდამენტურ შედეგზე და ამ შედეგთან დაკავშირებულ სხვა ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე. ამ შედეგს ჰქვია ფონ ნოიმანის და მორგენშტერნის რეპრეზენტაციის თეორემა. სახელი გამომდინარეობს იმ მეცნიერებისგან, რომლებმაც ეს თეორემა დაამტკიცეს ერთობლივად, ეს არის ფონ ნოიმანი და ეს არის მორგენშტერნი. კონტექსტზე ცოტა მოგვიანებით გეტყვით. ჯერ აგიხსნით, რის შესახებ არის თეორემა და ეს შედეგი. ამისთვის გვჭირდება გავიხსენოთ ცნობილი ჩვენთვის პრინციპი, ეს არის მოსალოდნელი სარგებლის მაქსიმიზაციის პრინციპი. იდეა მოსალოდნელი სარგებლის მაქსიმიზაციის მიღმა საკმაოდ მარტივია და პირდაპირი. ესე იგი, იდეა არის, რომ ქმედებას აქვს შეიძლება ქონდეს რამდენიმე შესაძლო შედეგი, ეს იმის მიხედვით თუ რა სიტუაცია არის განხორციელებული, მაგალითად, თუ მაქვს არჩევანი ორ ქმედებას შორის, ეს არის სახანძრო დაზღვევის ყიდვა ან არ ყიდვა, მაშინ მაგალითად ამ დაზღვევის ყიდვას აქვს ორი შესაძლო შედეგი, რომელიც წარმოდგენილია ამ გადაწყვეტილების მატრიცაში. ნუ ცხადია, შედეგები შეიძლება უფრო ფაქიზად დავყოთ, მაგრამ ამ სიტუაციაში ვთქვათ, ამ შედეგებს ვანსხვავებ, ეს არის როდესაც სახლი არა გვაქვს და სამოგიეროდ გვაქვს 100,000, რომელსაც გულისხმობთ, რომ დაზღვა გვაძლევს და მეორე შედეგია, რომ სახლი გვაქვს და ფულს არ ვიღებთ, იმიტომ რომ შესაბამისად სახლი არ დაიწვა. და ანალოგიურად ალტერნატიულ ქმედებებზეც გვაქვს დაკავშირებული შედეგები. და მოსალოდნელი სარგებლის მაქსიმიზაციის პრინციპი გვეუბნება, რომ ქმედების შესაძლო შედეგების სარგებელი, რომელზეც უნდა იყოს რაღაც ნუმერულ სკალაზე გაზომვადი, ну ჩვენ ვიცით, რომ ეს ნუმერული სკალა უნდა იყოს ინტერვალური. სარგებელს რა ღირებულებასაც მივანიჭებთ, ის უნდა შევწონოთ ალბათობით, რომ ეს ვითარება დაჯდება, რომელიც ამ შედეგთან არის ასოცირებული, და შემდეგ ამას ვაჯამებთ. ესე ვიღებთ ქმედების მოსალოდნელ სარგებელს. აქ თუ ვიგულისხმებთ, რომ ადამიანისთვის, ვინც ფიქრობს, უნდა დაასრულოს თუ არა სახლი, მისი ალბათობა ცეცხლის არის 1/10,000-ში, მაშინ დაზღვევის ყიდვის მოსალოდნელი სარგებელი იქნება ეს. და უფრო ზოგადი ფორმა, რომელიც განსაზღვრულია ნებისმიერი რაოდენობის შესაძლო ვითარებების მიმართ, ეს ნოტაცია აღნიშნავს შეკრებითობას, რომელსაც სიგმა ნოტაცია ქვია და ესე იგი უნდა დავაჯამოთ ყველა თითოეული ვითარების ალბათობა გამრავლებული ქმედების სარგებელზე ამ ვითარებაში. და თითოეული უნდა განვიხილოთ ესე. ესე იგი, აქ ორი შესაძლო ვითარება გვაქვს, შესაბამისად, მარტო ორი ნამრავლის ჯამი გვექნება აქ. ხოლო შესაძლო სარგებლის მაქსიმიზაციის პრინციპი გვეუბნება, რომ როდესაც გვაქვს ალტერნატიულ ქმედებებს შორის არჩევანი და როდესაც ვიცით ვითარებებს რა შესაძლო ალბათობები აქვს, მაშინ უნდა ავირჩიო ის ქმედება, რომელსაც აქვს მაქსიმალური მოსალოდნელი სარგებელი, სადაც მოსალოდნელი სარგებელი განსაზღვრული ისეა, როგორც ამ ფორმულაში არის. მოსალოდნელი სარგებლის მაქსიმიზაციის იდეა ალბათობის თეორიის დასაწყისშივე ჩანს და ამ იდეას ეყრდნობა ბლეზ პასკალი თავის ცნობილ ჩანაწერში, სადაც სობს დაასაბუთოს თუ რატო არის რაციონალური ღმერთის არსებობის დაჯერება, ხო, და ეს იდეა მოსალოდნელ სარგებლისა უკვე ამ პასაჟში ჩანს, ასე რომ უკვე მე-17 საუკუნეში ამ იდეის მიმართ ინტერესი არსებობს და მისი გამოყენება. თუმცა რითიც განსხვავდება თანამედროვე გადაწყვეტილების თეორია ამ მე-17 საუკუნის მომენტიდან გაჩენილი იდეებისგან, ის არის, რომ მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში მორგენშტერნმა და ფონ ნოიმანმა შეძლეს
ფორმალიზაცია, მოსალოდნელი სარგებლის მაქსიმიზაციის ან აქსიომატიზაცია. აა ანუ აჩვენეს, რომ უფრო ბაზისური დაშვებებისგან შესაძლებელია დავასაბუთოთ, რომ ამ დაშვებებს თუ მიყვება აგენტი, მაშინ ის მოიქცევა ისე, როგორც მოსალოდნელი სარგებლის მაქსიმიზატორი მოიქცეოდა. აა და ეს არის გული სწორედ მორგენშტერნის და ნოიმანის რეპრეზენტაციის თეორემის. ეს თეორემა მათ ჩამოაყალიბეს და დაამტკიცეს აი ამ წიგნში, რომელსაც ქვია Theory of Games and Economic Behavior. წიგნი არის ასევე პირველი არტიკულაცია და გადმოცემა იმისა, რასაც ახლა ვეჯახით თამაშის თეორიას, თვითონ წოდდება Theory of Games. და მეორე გამოცემაში 1957 წელს ეს შედეგი აჩვენეს. კიდე სხვა ასპექტები აქვს ამ რეპრეზენტაციის თეორემას, მაგრამ მოსალოდნელ სარგებლებთან კავშირი არის ძალიან ცენტრალური და მნიშვნელოვანი. ეს ამდაგვარი ფორმალიზაცია ხდება 20 წლით ადრე ასევე ინგლისელი მათემატიკოსისა და ფილოსოფოსის ფრენკ რემზის უკვე კლასიკურ სტატიაში, რომელსაც ქვია Truth and Probability. სტატია გამოვიდა 20 წლით ადრე, მაგრამ ძირითადად შეუმჩნეველი იყო ეს იდეები. ამისი ალბათ მთავარი ასპექტი იყო ის, რომ რემზი მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ცნობილი და გავლენიანი იყო კემბრიჯში, სადაც მოღვაწეობდა მათემატიკისა და ფილოსოფიის და ეკონომიკის დეპარტამენტებში, თუმცა ძალიან ახალგაზრდა გარდაიცვალა 26 წლის ასაკში და ამ სტატიის ეს იდეები ხელახლა იქნა აღმოჩენილი სწორედ ფონ ნოიმანისა და მორგენშტერნის ფუნდამენტური წიგნის შემდეგ, რომელმაც ძალიან დიდი ყურადღება მიიპყრო გამოცემის მომენტიდან. ამისი ერთ-ერთი მიზეზი ის იყო, რომ ფონ ნოიმანი იყო ძალიან ცნობილი მათემატიკოსი და მეცნიერი და მორგენშტერნი ეკონომისტი. კარგით, მოდი ახლა ავხსნათ, რას ნიშნავს მოსალოდნელი სარგებლის ფორმალიზაცია და აქსიომატიზაცია, რას გულისხმობთ ამაში. და ასევე გასაგები ახლა ავხსნით რეპრეზენტაციის თეორემაში რა იგულისხმება, რა ტიპის თეორემასთან გვაქვს საქმე. მოდი დავიწყოთ ჯერ განსაზღვრებით. ესე იგი, მინდა განსაზღვრო ლატარიის ცნება, ეს იქნება ტექნიკური ცნება. ესე იგი, ჩვენ გვაქვს სიმრავლე Z-ი, სადაც რომელიც შედგება რაღაცა პრიზებისგან, ფულადი პრიზები შეგიძლიათ აიღოთ 1 მილიონი, 2 მილიონი ასე შემდეგ და მაგალითად, როდესაც ვიძახი, რომ 5 მილიონი მირჩევნია 1 მილიონს, აქ ეს პრიზები ამ პრიზებს უწოდებთ ლატარიებს, მაგრამ ლატარიებს ასევე უწოდებთ უფრო ამ სიტყვის მნიშვნელობა რომ უფრო გამოვიყენოთ, ანუ ყოფითი კონოტაცია რაც აქვს, ლატარიები ასევე იქნება, როდესაც პრობაბილისტური ალბათურია ამ პრიზს მივიღებ თუ არა. მაგალითად, შემიძლია მქონდეს ესეთი ლატარია, რომ 5 მილიონი 80%-ით ან არაფერი, ეს შევადარო, თქვათ 1 მილიონს 90%-ით ან არაფერს. ან რაღაც ეგეთი. და ეს არის ჩვენ დეფინიცია ლატარიის, ეს მეორე ასპექტი არის ცენტრალური. თუ ADB არის ლატარია, მაშინ 100 მიღება რაღაც ალბათობით p-ს და b-ს მიღება 1-p ალბათობით, ასევე არის ლატარია. და ლატარიებთან დაკავშირებით გვაქვს 4 აქსიომა და ერთი დამატებითი პირობა. 4 აქსიომა არის საკმაოდ ინტუიციური და მარტივი, საკმაოდ მარტივია. და ეხლა ამას ავხსნით მოკლედ. პირველი ორი არის სტრუქტურული აქსიომები იმაზე თუ რომელი ლატარია რომელს უნდა მერჩინოს. ანუ სტრუქტურული იმაზე, რომ ამ პრეფერენციის მიმართების, ამას ვეძახით პრეფერენციის მიმართებას, მოთხოვნებია თუ რა სტრუქტურულ
მოთხოვნილებას უნდა აკმაყოფილებდეს. პირველი არის სისრულის მოთხოვნა, რომ ნებისმიერი ორი ლატარიის შემთხვევაში ან A უნდა მერჩინოს B-ს, ან ინდიფერენტული უნდა ვიყო ამ ორ შორის, ან B უნდა მერჩინოს A-ს. ანუ, როდესაც დავაფიქსირებთ ამ ლატარიების ამ ბაზისური პირდების სიმრავლეს და განსაზღვრულ ყველა ლატარიას, ჩემი პრეფერენციები ამ ლატარიების მიმართ უნდა იყოს სრული. აა, ну, ფსიქოლოგიურად ყველა სიტუაციაში ადამიანების პრეფერენციები რას ურჩევნიათ, სრული არ არის, თუმცა რაღაცა შეზღუდულ არეალში სისრულის აქსიომა ეგეთ პრობლემური არაა. მაგრამ ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს არის ნორმატიული თეორია და ისეთ სიტუაციებში შეგვიძლია მოვარგოთ, სადაც სისრულის მოთხოვნა პრობლემური არაა. მაგრამ ადამიანების პრეფერენციები ესაა ფსიქოლოგიური მოცემულობა, რომ სრული არაა და ზოგჯერ შეუძლებელია დავაფიქსიროთ პრეფერენციები რაღაცა ალტერნატივებს შორის. მეორე არის ტრანზიტულობა. ტრანზიტულობა იძახის, რომ A თუ გვირჩევნია B-ს და B თუ გვირჩევნია C-ს, მაშინ A უნდა გვერჩინოს C-ს. ანუ პრეფერენციები არ უნდა იყოს წრიული რა. A თუ გვირჩევნია B-ს და B თუ გვირჩევნია C-ს, მაშინ მაგალითად არ უნდა გერჩინოს C-ს. ესე წრეზე არ უნდა იარო და ასევე ინდიფერენტული არ უნდა იყო A და C-ს მიმართ. ეს პირველი ორი აქსიომა, ასე რომ საკმაოდ მარტივია და სარწმუნოა და ეხება მიმართებას, პრეფერენციების მიმართებას. შემდეგი ორი აქსიომა უკვე ლატარიის ცნებას იყენებს. მესამე არის დამოუკიდებლობის აქსიომა, independence, რომელიც იძახს ეს რაღაცას, რომ A გირჩევნია B-ს, მაშინ და მხოლოდ მაშინ, თუ A P ალბათობით ან C გირჩევნია B ალბათობით ან C-ს. ახლა ეს რას ნიშნავს? APC წაიკითხეთ ესე, რომ ვთქვათ, A იყოს 5 მილიონი, B იყოს 1 მილიონი, C იყოს არაფერი. A P ალბათობით ან არაფერი გვირჩევნია B, ანუ 1 მილიონი P ალბათობით ან არაფერი. და ეხლა რო დაფიქრდეთ, ეს აქსიომა საკმაოდ ინტუიციურია, ხო? 5 მილიონი გვიჩვენია 1 მილიონს, აქედან უნდა გამომდინარეობდეს, რომ რამე ფიქსირებული ალბათობა რო ავიღოთ, თქვათ 20% არ აქვს მნიშვნელობა, 20 იქნება 5 იქნება თუ 80, მთავარია რომ არ იყოს 0. ხო, თქვათ 20%-ით 5 მილიონი ან არაფერი მირჩევნია 20%-ით 1 მილიონი ან არაფერი, რა თქმა უნდა. იმიტომ რომ ანუ არაფერს შორის ინდიფერენტული ვარ და 20% 5 მილიონი მირჩევნია ვიდრე 1 მილიონი. ეს იმ შემთხვევაში თუ აჯობია ბეს. და ესაა ბიკონდიციური, მაშინ და მხოლოდ მაშინ მაკავშირებელით არის ფორმულირებული, რაც ნიშნავს შემდეგს, რომ თუ ეს მხარე დაკმაყოფილდა, ანუ თუ 80%-ით 20%-ით 5 მილიონი მირჩევნია 20% 1 მილიონს, მაშინ 5 მილიონი უნდა მირჩევნოს 1 მილიონს. ნუ ამ სიტუაციაში, რა თქმა უნდა, ტრივიალურია იმ დაშვებით, ნორმალური დაშვებით, რომ მეტი ფული ურჩევნია ადამიანს ნაკლებს, როდესაც ალბათობები არის ფიქსირებული. აა მოდი დავრჩები ამ მესამე აქსიომაზე და სხვა მაგალითებსაც განვიხილავ. ეს არის ასევე პეტერსონის წიგნიდან. აი, ავიღოთ ესეთი ლატარიები A და B. ნუ A-ში გარანტირებულად მაქვს 1 მილიონი, B-ში 1%-ია, რომ არაფერი მექნება და დანარჩენი პროცენტი არის ის, რომ 5 მილიონი მექნება. ნუ რახან აქ 11 ბილეთია, ესე იგი 10 მე 11 არის ალბათობა, რომ მექნება 5 მილიონი. ეხა რაც გამომდინარეობს ამ დამოუკიდებლობის დაშვებისგან არის ის, რომ A თუ მირჩევნია B-ს, მაშინ C რაღაცა სხვა ალტერნატივა რომ დავამატო, თქვათ 1 მილიონი და ვთქვა ესეთი, რომ A P ალბათობით ან C უნდა მერჩიოს B ალბათობიდან C-ს. აქ ორივე ალბათობა უნდა იყოს ფიქსირებული. ლექციაზე როგორც ვისაუბრეთ, ან ვინც ლექციაზე არ დადიხართ, პეტერსონის წიგნს ვინც ნახავთ,
შეხვდებით, რომ აი ამ ცხრილში ამ ცხრილთან ამ ცხრილთან მიმართების ადამიანებს აქვთ ისეთი ინტუიციები, რომელიც დამოუკიდებლობის აქსიომას არ ყვევს. სახელდობრ აქ ფიქრობენ, რომ აურჩევნიათ B-ს, მაგრამ ამ სიტუაციაში მიყვებიან დამოუკიდებლობის აქსიომას, აქაც ეს ურჩევნიათ, ABC ურჩევნიათ BPC-ს, მაგრამ აი C-ს თუ გავხდით ნულს, მაშინ ეს BPC ურჩევნიათ ABC-ს. ეს არის დამოუკიდებლობის აქსიომა. ნუ როგორც გითხარით, ეს ამას აქვს არაინტუიციური შედეგები და ძირითადად ამას უტევენ ხოლმე ფონ ნოიმანისა და მორგენსტერნის ფორმალიზების კრიტიკოსები მაქსიმუმას აყენებენ ეჭქვეშ, მაგრამ ჩვენ მივიღებთ და ჩლებს ჩავსვათ იმ პოტენციურ პრობლემებს, რომელიც შეიძლება ამ პარადოქსულ პრეფერენციებს შეიძლება ქონდეს პარადოქსულს იმაზრით, რომ არაინტუიციურია ჩვენთვის, რომ ესე უნდა იყოს. თუმცა ხო, ზოგი ადამიანის ინტუიცია შეიძლება მიყვებოდეს ამ დამოუკიდებლობის აქსიომას. ხო, ასევე დავუშვებთ დამატებით პირობას, რომ ლატარიები შეიძლება მარტივი ლატარიები შეგვიძლია რთულ ლატარიებად შევადგინო რა. აი მაგალითად აი ეს რო აიღოთ მარჯვენა მხარე, აქ ნახეთ ეს რთული გამოსახულება რას ვიძახის, რომ P ალბათობით ანუ თქვათ 80%-ით, რაც მონეტა რო ავაგდოთ რა, რომელიც 80%-ია შანსი, რომ ამოვიდეს საფასური, ვთქვათ. საფასური თუ ამოვიდა, მაშინ გვაქვს ეს ლატარია, ეს ლატარია არის AQ%-ით ან B 1-Q%-ით და თუ არ ამოვიდა საფასური, მაშინ გვაქვს A რაც R%-ით და B 1-R%-ით. ანუ ეს არის ანუ ჯერ ალბათობები ადგენს თუ რომელი ლატარია გვექნება. რაც არ უნდა იყოს პრობლემური ესეთ რაღაცების შედგენა, რა მარტივი ლატარიებისგან უფრო რთულის აგება. და ესეთი თუ გვაქვს ესეთი შედგენილი რთული ლატარია, ამის გამარტივება შესაძლებელი უნდა იყოს ალბათობის თეორიის, ალბათობის აქსიომის გამოყენებით. და უნდა უდრიდეს რაღაცა A S ალბათობით ან B 1-S ალბათობით. ეს იმიტომ, რომ ანუ A პრიზი რომ ექნება, ამისი ალბათობა რა არის? ალბათობის თეორიის მიხედვით, ხო, იმ დაშვებით, რომ ეს ლატარიები პრობაბილისტურად დამოუკიდებელია, ეს იქნება P Q ალბათობით, P გამრავლებული Q ალბათობით მიმატებული 1-P R ალბათობით. ეს იქნება რაღაცა რიცხვი S-ი, ასე რომ შეგვიძლია დავიყვანოთ ეს რთული ლატარია მარტივად და ასევე მარტივი ლატარია შემიძლია უფრო რთულ ლატარიად წარმოვადგინოთ. ასე რომ ხო ამის გაკეთება უნდა შემეძლოს რა. ნუ ეს რაც პრობაბილისტურ სიმწყობრის ამბავს აკისრებს ლატარიებს და საშუალებას მაძლევს უფრო რთული და რთული ლატარიები განვიხილო. თუმცა ამ პირობას ჩვენ დიდად ყურადღებას არ მივაქცევთ ახლა. და მეოთხე აქსიომა, ანუ როგორც წესი ეს ახლა რაც აგიხსენეთ, რთული ლატარიის შედგენები წარმოდგენილი არაა ხოლმე აქსიომებში, მაგრამ ზოგჯერ არის. უბრალოდ უნდა ვიცოდეთ, რომ ესეც მნიშვნელოვანია ჩვენი დაშვებისთვის. და მეოთხე არის გაგრძობითობის, ან უწყვეტობის, continuity ხშირად ქართულად ნიშნება როგორც უწყვეტობა. ეს ძალიან სარწმუნო აქსიომაა, რომელიც იზრავს ეს რაღაცას, რომ A-ს თუ გირჩევნია B-ს და B გირჩევნია C-ს, მაშინ რაღაცა P ალბათობა უნდა არსებობდეს, სადაც APC გირჩევნია B-ს, თქვათ ისევ 5 მილიონი იყოს ეს და ეს იყოს 1 მილიონი. 5 მილიონი P ალბათობით ან არაფერი, ვთქვათ, მირჩევნია გარანტირებულ 1 მილიონს. ეხლა თუ ფიქრობთ, რომ გარანტირებული 1 მილიონი ყოველთვის მირჩევნია, ანუ ეს აქსიომა არ ეძახის P რა რიცხვი შეიძლება იყოს, ანუ P შეიძლება იყოს ძალიან ძალიან მაღალი რა. მაგალითად შეგვიძლია ვთქვათ, რომ 1/1000 მილიონში იყოს მარტო შანსი, რომ არ გექნება. ანუ ძალიან 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 მაღალი შანსი, რომ ადაჭდეს. და სულ მარჯვენა ნაწილი იძახის, რომ B უნდა არსებობდეს რაღაც ალბათობას Q, სადაც B გირჩევნია AQ-CS.
ანუ აქაც იფიქრებ, რომ Q შეიძლება იყოს ძალიან 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 პატარა რიცხვი. აა და გარანტირებული 1 მილიონი მერჩივნოს უფრო რისკიან ლოტარიასთან, სადაც 100 მოგების შანსი არ არის ისეთი მაღალი, როგორიც ჩემთვის სასურველი იქნებოდა. ეს არის 4 აქსიომა, რომელიც ჭირდება. სტრუქტურული აქსიომები პრეფერენციებზე და აქსიომები ლოტარიაზე პრეფერენციები როგორ უნდა მქონდეს და ალბათობებს როგორ უნდა უკავშირდებოდეს. 4-ვე არის საკმაოდ ინტუიციური და სარწმუნო. ამ და რაც ფან ნოიმანმა და მორგენშტაინმა აჩვენა, არის საკმაოდ ძლიერი შთამბეჭდავი შედეგი, ამ, რომელსაც ქვია ფან ნოიმანისა და მორგენშტაინის ეხა ვეძახთ ამას რეპრეზენტაციის თეორემას. რეპრეზენტაცია სიტყვა რატო არის გამოყენებული, ცხადი გახდება, როდესაც აგიხსნით ეს თეორემა რას სახის. ესე იგი, თუ პრეფერენციის მიმართება აკმაყოფილებს ვან ნოიმანის და მორგენშტაინის 4-ვე აქსიომას, ხო? მაშინ არსებობს, უნდა არსებობდეს რაღაცა ფუნქცია u, რომელიც ლატარებს ანიჭებს ნუმერულ ღირებულებას 0-დან 1-მდე. u არის სარგებლის ფუნქცია, ესე ვფიქრეთ, რომელსაც აქვს შემდეგი სამი თვისება. a გირჩევნია b-ს, მაშინ და მხოლოდ მაშინ თუ რიცხვი რაც ამინიჭებული a-ზე მეტია რიცხვზე, რომელიც მინიჭებულია b-ზე. ანუ ეს სახის რო აგირჩევნია b-ს თუ სარგებელი რომელსაც ანიჭებ a ნუმერულად უფრო მეტია ვიდრე სარგებელი რომელსაც ანიჭებ b-ს. მეორე რო დაფიქრდეთ იგივე რაც მოსალოდნელი სარგებლის მაქსიმიზაციის პრინციპი, ამ სარგებელი შენი ლატარიისა, სადაც a გაქვს p ალბათობით და b გაქვს 1-p-ის ალბათობით, უდრის a-ს მოსვლის ალბათობაზე გამრავლებული a სარგებელზე მიმატებული 1-p, ანუ ნეგაცია რაც არის, რომ არ დაჯდება, ანუ არაა ამ შემთხვევაში b-ს ალბათობა გამრავლებული b-ს სარგებელზე. ანუ ესაა მარტივი ფორმულირება მოსალოდნელი სარგებლის მაქსიმიზაციისა ლატარიების შემთხვევაში. ხოლო მესამე იძახს შემდეგ რაღაცას, რომ ეს ნუმერული ფუნქცია u, ანუ ეს სარგებლის ფუნქცია არა უნიკალური, არამედ არსებობს ნულზე მეტი რიცხვი c, სადაც სადაც ნუმერული ღირებულებები შეიძლება განსხვავდეს ესეც c გამრავლებული u-ზე, ანუ რასაც ანიჭებს ჩვენი სარგებლის ფუნქცია ამ ლატარიებს, რიცხვებს, ეს უნდა გამრავლოთ c-ზე და მივუმატოთ რაღაცა რიცხვი d. ანუ ეს რასაც გვიძახის ეს არის, რომ ის ნუმერული ღირებულებების სარგებლობს, რომელსაც ვანიჭებთ ლატარიებს, ეს არ არის უნიკალური, მაგრამ უნიკალურია ამას ვეძახით მათემატიკაში პოზიტიურ წრფივ გარდაქმნას. ანუ, როდესაც რაღაც რიცხვს ვანიჭებთ, ვამრავლებთ რაღაცა პოზიტიურ რიცხვს და ვუმატებთ რამე სხვა რიცხვს. ეს რო გასაგები იყოს, მაგალითს მოგიყვანთ ეს მესამე პირობა რაც სახის, მაგრამ ხო ჯერ სიტყვით რო აგიხსნათ კიდევ ერთხელ, ანუ ეს გვეუბნება, რომ სპეციალურად ეს ფუნქცია არ არის განსაკუთრებული, სხვა ფუნქციებით ანალოგიურად კარგად იმუშავებდა ამ ორი შედეგთან მიმართებაში. ეს ორი მაინც იქნებოდა სწორი. და რეპრეზენტაციის თეორემა, იმიტომ ქვია, რომ ეს სამი არის ეს ვან ნოიმანისა და მორგენშტაინის აქსიომები და ეს სამი პირობა არის ექვივალენტური იმ აზრით, რომ ეს პირველიდან 4-მდე აქსიომები თუ კმაყოფილდება, მაშინ ეს სამი უნდა დაკმაყოფილდეს. ეს სამი თუ გაკმაყოფილდა, მაშინ ვან ნოიმანის და მორგენშტაინის აქსიომებიც უნდა დაკმაყოფილდეს. და ასე რომ ეს აქსიომები გვეუბნება, რომ საკმარისად აუცილებელი პირობა იმისთვის, რომ რომელიღაცა აგენტი წარმოვადგინოთ როგორც მოსალოდნელი სარგებლის მაქსიმიზატორი, ანუ ამ აგენტის რეპრეზენტაცია წარმოადგენა რომ გავაკეთოთ როგორც მოსალოდნელი სარგებლის მაქსიმიზატორი, ამის საკმარისად აუცილებელი პირობები არის მორგენშტაინის და ნოიმანის ეს 4 აქსიომა, რომელიც ავხსენეთ. ასე რომ აი მაგალითად რო წარმოვიდგინოთ რობოტი, რომელიც რაღაცა ტიპის მექანიზმით მუშაობს, თუ ის იმ რობოტის პრეფერენციები აკმაყოფილებს მორგენშტაინის და ნოიმანის ამ 4 აქსიომას, მაშინ
ამ რობოტის პრეფერენციები შეგვიძლია წარმოადგინოთ რაღაცა სარგებლის ფუნქციით U-T. და ეს რობოტი იქნება ისე მოიქცევა თითქოს იყოს მოსალოდნელი სარგებლის მაქსიმიზატორი. მართლა აქვს თუ არა ეს ფუნქცია, ანუ პროგრამისტმა მართლა ჩადო თუ არა ეს ფუნქცია, მაგას ეს შედეგი არ აჩვენებს. უბრალოდ იმას აჩვენებს, რომ ექვივალენტური იქნება ეს რობოტი ისეთ რობოტისა, რომელიც არის მოსალოდნელი სარგებლის მაქსიმიზატორი. და აქვს ეს ნუმერული ფუნქცია სარგებლისა. ესეც საინტერესო შედეგია. ამ ეხა იმისთვის რომ ავხსნათ აა, ეს რეპრეზენტაციის თეორემის ამ რეპრეზენტაციის თეორემის მნიშვნელობა და ასევე განვიხილოთ კონკრეტული მაგალითი, რომელიც მოცემულია პეტერსონის ამ, მეხუთე თავში, ესა 5.2 5 5 არის უფრო ტექნიკური განხილვები, სადაცაა. ესეთ სიტუაციას განვიხილავთ. ამ, ესე იგი, წარმოვიდგინოთ, რომ მყავს აგენტი ჯოანა და სურს დაადგინოს რა ფულით უნდა იქნებოდა თანახმარო შეიძინოს სააბის ფირმის ავტომობილი მისი მეგობრისგან. აა, და წარმოვიდგინოთ ესეთი რაღაცა, რომ ანუ არა ამისთვის ცხადი რა იქნებოდა სარგებელი ამანქანის ქონის, მაგრამ შეუძლია დააფიქსიროს ესეთი მიმართება, რომ ლატარია, რომელიც იაგუარს აძლევს 0.8 ხარისხით და ფორდს აძლევს 0.2 ხარისხით, აა იქნებოდა მისთვის იგივენარად კარგი, რომ გარანტირებულად ქონოდა სააბი. ხო, აქ გულისხმობთ, რომ ჯოანას პრეფერენციები აკმაყოფილებს მოსალოდნელი სარგებლის მაქსიმიზაციის პრინციპს და სწორედ ამიტომ შეგვიძლია უკვე ჩავწეროთ ამ ფორმით. და ეხლა ვაჩვენებთ ნუმერული სარგებლის ფუნქცია, როგორ შეიძლება განსაზღვროთ ჯოანასთვის, იმის მიუხედავად, რომ ეს ნუმერული ღირებულებები მინიჭებული არ გვაქვს. იმისთვის რომ ეს გავაკეთოთ, დაფიქსირებული გვაქვს ფულის მიმართ რა ტიპის დამოკიდებულება აქვს და 2 და 3-იანი ამ დამოკიდებულებებს აჩვენებს გარკვეული ფულად ლატარების მიმართ. მაგალითად, მეორე იძახის, რომ 60,000 60%-ით ან არაფერი. ეს მისთვის ეს ლატარია იგივენაირად კარგია, როგორც 25,000-ო გარანტირებულად მისცე. ანუ 60,000 თუ შესთავაზებ 60%-ით, მისთვის ეს ისეთივე კარგი იქნება, როგორც 25,000 გარანტირებულად. ეხა აქ ანუ გაითვალისწინეთ, რომ ფული და სარგებელი ერთი და იგივე არ არის ადამიანის გააჩნია, ანუ რამდენი ფული აქვს ჯიბეში, თუ შენ შედარებით შეძლებული ხარ, მაშინ 60,000 რისკიანი 60,000 შეიძლება უკეთესი იყოს, ვიდრე გარანტირებული 25,000, იმიტომ თქვა 25,000-მა შეიძლება ამინდი ვერ შექმნა შენი ფინანსური მდგომარეობის ამინდი ვერ შექმნას, მაგრამ 60,000-მა კი ამ შემთხვევაში ინდიფერენტულობა გვაქვს ამ ორ შორის და ასევე მოცემულია, რომ 25,000 20%-ით ან 90,000 80%-ით იგივენაირად კაია, რაც 60,000 გარანტირებულად. ესეთ მოცემულობა გვაქვს. აქ მინდა გითხრათ, რომ პეტერსონის წიგნში არის მექანიკური შეცდომა Type 0.8 უნდა იყოს იაგუარზე და არა ფორდზე. ხო. კარგით. ეხლა განახებთ როგორაა შესაძლებელი ავაგოთ ნუმერული ფუნქცია სარგებლისა ამ ინფორმაციით, იმ დაშვებით, რომ ნოიმანის და მორგენშტერნის აქსიომებს ვაკმაყოფილებთ. აა ესე იგი, თავარი ამბავი არის აქ შემდეგი. აა რომელსაც ახლა აგიხსნით აქ რა ინფორმაცია მოცემული. აიღეთ აიღეთ მეორე მონაცემი, რომელიც გვაქვს. სკალა მეორე ანიჭებს
ნუმერულ ღირებულებას სარგება 60,000-ისა და 25,000-ისა და არაფრისა. ანუ ესაა მეორე სკალა. და საუკეთესო ამ მეორე ტოლობაში საუკეთესო შედეგი რაც არის, იმას მივანიჭოთ ალბათობა 1 და ყველაზე ცუდს მივანიჭოთ ალბათობა 0. ესე მოხდება ხოლმე ამ ნუმერული სკალის აგება ხოლმე საუკეთესო ლოტარიას, საუკეთესო პრიზს მივენჭებთ 1-ს და ყველაზე ცუდს მივენჭებთ 0-ს. ესე იგი გვექნება 1 და 0 აქ. და 1 და 0-ს რო ჩავსვავთ აქ, ანუ აქ რო იქნება 1 და აქ იქნება 0, ამისი უნდა იყოს 0.6, რომ ეს ტოლობა შესრულდეს. ანუ 0.6 გამრავლებული 1-ზე უდრის 1 გამრავლებული 0.6, ეს 0-ია და ვერცვლის ამ ტოლობას. აქ ახლა 0 გვექნება, ეს 0 იქნება, ეს ნამრავლი. ეხა ავაგოთ მეორე სკალა, რომელიც ამ მესამე ინფორმაციაზე დაყრდნობით გვაქვს. აქ საუკეთესო არის 90,000 და ყველა ცუდი არის 25,000 და იგივე პრინციპს მიმართავთ და 0.8-ს მივიღებთ, როდესაც აქ ჩავსვავთ 1-იანს და 0-იანს რა, აქ 1-იანს და 0-იანს. ეხა ჩვენი პრობლემა ის არის, რომ ეს და ეს სკალა არის განსხვავებული. აა, მაგრამ შეგვიძლია გამოვიყენოთ ინფორმაცია, რაც გვაქვს მოცემული, იმისთვის, რომ ერთი სრული სკალა ავაგოთ, სადაც ყველა პრიზი გვექნება მოგებული, პრიზი გვექნება მოცემული და ამის აგებას ვაკეთებთ შემდეგნაირად. ყურადღება მიაქციეთ, რომ აა, სხვაობა 1-სა და 0.6 შორის არის 0.4. ხოლო იქ 60,000 და 25,000 შორის მეორე სკალის მიხედვით. მესამე სკალის მიხედვით სხვაობა არის 0.8, 0.8-ს 0 გამოვაკლოთ, არის 0.8. ეხლა მორგენშტაინისა და ნოიმანის რეპრეზენტაციის თეორემა გვეუბნება, რომ ინტერვალები განსხვავებულ სკალებზე უნდა იყოს ინფორმაციის მატარებელი რა. ანუ ის, რომ აქ ინტერვალი არის 0.4, აქ უნდა იყოს რაღაცა ფიქსირებული ინტერვალი, რომელიც ამას შეესაბამება. და ეს ფიქსირებული ინტერვალი უნდა იყოს ამ გარდაქმნებიდან მიღებული. შესაბამისად, ამათ შორის ინტერვალი თუ არის 0.4 და ამათ შორის არის 0.2, და 1-სა და 0.8 შორისაც თუ არის ანალოგიურად განსხვავება ამასთან შედარებით არის ორჯერ მცირე განსხვავება, ხო? აქ არის 0.2 განსხვავება, აქ არის 0.4. შესაბამისად, შეგვიძლია მეორე სკალიდან შევქმნათ ახალი სკალა, სადაც საუკეთესოსა 90,000 და 60,000 შორის განსხვავება აქ არის 0.2. შესაბამისად, აქ უნდა იყოს ორჯერ მცირე, იმიტომ რომ ორჯერ მცირეა აქ განსხვავება, ხო? 0.4 აქ და აქ არის 0.8. შესაბამისად, მივიღებთ 1.1-ს, 1-ს, 0.6 და 0-ს. იმიტომ რომ განსხვავებები უნდა იყოს აზრიანი და განსხვავებები რო ინტერვალები უნდა იყოს აზრიანი და იმისთვის რომ ინტერვალები აზრიანი უნდა იყოს 1-სა და 0.8 შორის რო არის აქ 0.2 დაშორება, აქ უნდა შეესაბამებოდეს 1.1-სა და 1 შორის განსხვავებაზე, იმიტომ რომ არის 0.1 და აქ არის ორჯერ მეტი. და მივიღებთ ახალ სკალას, რომელიც გვექნება 1.1, 1, 0.6 და 0. და ეს შეგვიძლია ნორმალიზაცია გავაკეთოს ამისი და ისევ 1 და 0 იყოს საუკეთესო და უარესი. თუმცა ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, ეს და ეს სკალაც თანაბრად კარგად აკეთებს რეპრეზენტაციას ამ სარგებლის ფუნქციისა. ეხა განახებთ, ხო, აქ რა წერია ჯერ მნიშვნელოვანი არ იყო. ეხა გაჩვენებთ, რომ ანალოგიური მსჯავრობით შეგვეძლო გვემოქმედა და აქედან მიგვეღო შედგენილი სკალა. და ამის გაკეთებას მოვახდენდით ესე, რახან 0.8 შორის და 0 შორის განსხვავება არის 0.8 და ამათ შორის არის განსხვავება ორჯერ ნაკლები. ესე იგი, ვიცით, რომ აქ ორჯერ მეტი განსხვავება უნდა იყოს ამასა და ამას შორის მესამე სკალის მიხედვით. და ორჯერ მეტი განსხვავება იქნება, როდესაც აქ იქნება 0 და აქ იქნება -1.2.
იმიტომ რომ აქ 0.6-ია განსხვავება, აქ იქნება 1.2. შესაბამისად, ეს იქნებოდა სკალა, რომელსაც მივიღებდით და ეხა წრფივი გარდაქმნით ეს სკალა შეგვიძლია ზუსტად გარდავქმნათ ამ სკალად. ანუ ეს ვაქციოთ აქ. ეს რასაც აჩვენებს, ანუ ეს უნდა ესაა ძალიან მნიშვნელოვანია გავიგოთ, რომ ეს რასაც აჩვენებს ის არის, რომ ეს ორი რეპრეზენტაცია არის თანაბრად კარგი. ანუ ეს და ეს არის თანაბრად კარგი და თანაბრად სწორი რეპრეზენტაცია არსებული სიტუაციისა და ამის გარდაქმნა შესაბამისი ამის წრფივი გარდაქმნა იქნება ესეთი რაღაცა. აქ რაც გვაქვს, ხო, ერთიანს როცა მოგცემს 0.5-ზე გამოვრავთ და მივუმატებთ 0.6 და მივიღებთ 1.1. ანალოგიურად 0.8 თუ მექნება 0.5-ზე გამოვრავთ, მივუმატებთ 0.6. მივიღებ ერთიანს, რაც გვინდა და ანალოგიურად აქაც 0.6 და აქ იქნება -1.2-ს რო ჩავსვათ, მივიღებთ 0-ს. შესაბამისად, ეს ორი რეპრეზენტაცია არის თანაბრად კარგი, ანუ რეალობის ეს ნუმერული ღირებულება ამას გამოვიყენებდი, თუ ამას რეალობაში განსხვავებას არ იძლევა, იმიტომ რომ ინტერვალური სკალაა და ინტერვალური გარდაქმნების მიმართ, როდესაც არის იდენტური, მაშინ რეპრეზენტაციაც არის იდენტური. ხო, ასე რომ მივიღებთ ამ შედგენის სკალას. ეხა ახლა შეგვიძლია განსაზღვროთ რა თანხად რა თანხა იქნებოდა ჯოანასთვის მისაღები, რომ სააბი ეყიდა. აა, აქ მოცემულია ინფორმაცია შემდეგი. წავიკითხავთ ამ ყუთის მონაცემებს, რომ აა, ესე იგი, ინდიფერენტულია აა ხო, იაგუარი რო კონდეს 0.8 ალბათობით, ან ფორდი 0.2 ალბათობით, ან სააბი. ეხლა ნახეთ ჩვენ ახალ სკალაზე, რომ იაგუარის სარგებელი 1-ია, ფორდის სარგებელი არის აა აა ფორდის სარგებელი არის, ნახოთ აქ რა არის მოცემული. აა ფორდის არის მოცემული, რომ 25,000 შორის არის ფორ 25,000-სა და ფორდ შორის არის ინდიფერენტული. აა, ხო, ეს ყუთში არის ახსნილი ეს. ანუ ეს მონაცემი გვაქვს მოცემული. შესაბამისად, ამოხსნით ამ სიტუაციას, ამ ვითარებას და ვნახავთ, რომ 0.91 უნდა იყოს სააბის სარგებელი და 0.91 სარგებელი აქ ქონდა სპეციალურად შერჩეული, ცხადია რომ უნდა იყოს 60,000. თუმცა სხვა სიტუაციებშიც სხვა რიცხვი დაგვიждდებოდა, მაინც შეგვეძლო მოგვეძებნა რა ფულად ღირებულება შეესაბამება 0.91 სარგებელი. აა ეს რასაც გვანახებს არის შემდეგი, რომ ესე იგი გვაქვს ჯოანა, აგენტი, თუ ვიგულისხმებთ, რომ ნოიმანისა და მორგენშტაინის აქსიომები კმაყოფილდება, ხო? მაშინ შეგვიძლია მისი პრეფერენციები განსაზღვროთ და შევისწავლოთ ისე თითქოს ნუმერული ფუნქცია გქონდეს, რომელიც ყველაფრის ანიჭებს რაღაცა რიცხვს. და ესეთი რიცხვი უნდა არსებობდეს და ამისი აღმოჩენა შეგვეძლება თუ საკმარისად დიდი სტრუქტურული ინფორმაცია გვაქვს რის მიმართ არის ინდიფერენტული და რის მიმართ არა. აა, და ეს მესამე ნაწილი, რომ აა, ყველა სხვა ფუნქციისთვის, რომელიც აკმაყოფილებს ერთიანს და ორიანს, ეს წრფივი გარდაქმნებით უნდა იყოს მიღებული. აა ეს რასაც გვეუბნება ის არის, რომ ანუ უნიკალური რეპრეზენტაცია რიცხვებში კი არ გვაქვს, არამედ უნიკალურია ეს რეპრეზენტაცია დადებითი წრფივი გარდაქმნების მიმართ. ხო, დადებითი იმ აზრით, რომ C უნდა იყოს აქ დადებითი, ანუ მუდმივი, რაზეც ვამბობთ. და ეს ალგებრიდან შეიძლება ზოგს გახსოვთ, რომ ეს არის წრფის ეს ყოველთვის წრფეს გვაძლევს ამის გრაფი ყოველთვის წრფეს გვაძლევს და ამიტომ ხია წრფივი გარდაქმნა.
ხო, მოკლედ ეს არის აქსიომატიზაციის და რეპრეზენტაციის შედეგი, რომელიც გვაქვს ფან ნოიმანისგან და მორგენშტეინისგან, რომელიც გვაჩვენებენ, რომ შესაძლებელია მოსალოდნელი სარგებლის გამოყვანა იმ 4 აქსიომისგან და ასევე შესაძლებელია აგენტის აღწერა, როგორც მოსალოდნელი სარგებლის მაქსიმიზატორი, ვინც ამ აქსიომებს აკმაყოფილებს. კარგით, ეს არის ლექცია. ნუ საკმაოდ რთული აბსტრაქტული საკითხებია, ასე რომ გირჩევთ მე 5 თავი ყურადღებით წაიკითხოთ და თქვენით მისდიოთ შემდგომ გამარჯვებას. იმედია ეს ლექცია გამოგადგება თამაში.